მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ დავბრუნდით რადიო მედეფემის პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ საავტორო საათს, რომელსაც დღეს ონკოლოგიურ ჰემატოლოგიური კლინიკა ნეომედი წარმოგიდგენთ. ჩვენ სტუმრები არიან ნათია ტრაპაიძე, ამ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და ბატონი მიხეილ შავდი, რომელიც გახლავთ ონკოლოგი პროფესორი, სააქციო საზოგადოება ნეომედი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მას ძალიან ვრცელი რეგალიები აქვს, თუმცა მე რამდენიმე ამოვარჩია ამ შემთხვევაში და მხოლოდ ასე წარმოადგინე მსმენელის წინაშე. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან კომპეტენტური ადამიანი იმყოფება ჩვენ სტუდიაში. ჩვენ დღეს ონკოლოგიურ პათოლოგიებზე ვისაუბრებ და პრობლემებზე და დაინტერესების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თვითონაც შემოგვერთეთ და ღია ეთერში დასვათ შეკითხვა. ჩვენი ნომერია 242 103. ბატონო მიხეილ, მოდით გადავიდეთ უშუალოდ იმ ადამიანებზე, ვინც ასე თუ ისე წარმოადგენს რისკ ჯგუფს. ძირითადად ვინ არიან ესენი, ვის შეიძლება, ვის აქვს მეტი შანსი განუვითარდეს ონკოლოგიური ესა თუ ის პათოლოგია? დიახ, მოგეხსენებათ, რომ ცნობილია დადგენილია, სანამ უშუალოდ რისკებზე ვიტყვით, რომ სიმსივნური დაავადებები ვითარდება იქ უპირატესად, სადაც თანამედროვე ცივილიზაციის გვერდი მოვლენები არის. მის დასტურად გამოდგება მხოლოდ ერთი მაგალითი, მაგალითად ცნობილია, რომ გარეულ ცხოველებში ავთვისებიანი სიმსივნეები არ ვითარდება, ვითარდება მხოლოდ შინაურ ცხოველებში. ესე იგი, ეს მიუთითებს, რომ თავად ადამიანი აკეთებს ისეთ რაღაცას, პროვოცირებს თვითონ. დიახ, ისეთ რაღაცას, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნეს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მტკიცებულებითი ფაქტორები არსებობს თამბაქოსთან დაკავშირებით და ეს აღიარებულია და დღეს სოფლიოში მაგალითად ფილტვის კიბო ყველა მაღალგანვითარებულ ქვეყანაში და პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში არის პირველ ადგილზე, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში არის პირველზე. ევროპასა და ყველა დანარჩენ ქვეყანაში არის მეორე ადგილზე და ხანგრძლივი კვლევებით უშუალოდ ადამიანებზე დაკვირვებით არის დამტკიცებული, რომ მას ნამდვილად იწვევს ფილტვის კიბო. ის თამბაქოს ჭარბი წევა ნამდვილად იწვევს ფილტვის კიბოს. ასევე დამტკიცებულია, რომ კუჭნაწლავის სიმსივნეების თითქმის 70% განპირობებული არის არასწორი კვებით. რა შედის არასწორ კვებაში? ეს ძალიან ბევრი ფაქტორები, ეს არის გადამწვარი ცხიმები მაგალითად, ძალიან ბევრი ცხოველური ცხიმები, ჭარბი რაოდენობით, თუმცა ასევე ხელშემწყობი ფაქტორი არის, მაგალითად ჰიპოდინამია, სიმსუქნე და ასე შემდეგ, რომელიც ხელს უწყობს არა მარტო მსხვილი ნაწლავის კიბოს, არამედ მთელი რიგი სხვა ორგანოების სიმსივნეს. ასევე ცნობილია მაგალითად თუ რისკ ფაქტორებზე მივდგებით, რომ ქალთა სიმსივნეების და განსაკუთრებით ძუძუს კიბოს ძირითადი გამომწვევი მიზეზი 2/3 შემთხვევებში ეს არის ჰორმონალური დისბალანსი. ანუ ქალი რეალურად ვერ ხარჯავს იმ ჰორმონებს, რაც მას აქვს. ამდენად არის, რომ ამიტომ არის საჭირო ქალი და გათხოვდეს დროულად. ქალმა უნდა იმშობიაროს, ქალს უნდა ყავდეს მუდმივი პარტნიორი და ასე შემდეგ. სწორედ აი ჰორმონების სიჭარბე იწვევს მას და აპროვოცირებს. ანუ ძალიან ბევრი ფაქტორები არსებობს იმისათვის, რომ ავთვისებიანი სიმსივნე განვითარდეს, თუმცა ამავე დროს, რადგან ჩვენ ყველა ეს ფაქტორები ვიცით, შესაძლებელია მისი თავიდან აცილება და მისი ყველაზე კარგი წამალი არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. და ძალიან რთულია თანამედროვე ადამიანისთვის, რთულად დასაცავი ასე თუ ისე, ხო? ნუ გეთანხმებით, ახლა გააჩნია ქვეყანას, მაგალითად ჩვენ ქვეყანა ჯერ კიდევ თამბაქოს მოწევა ითვლება პრესტიჟულად, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ არის პრესტიჟული. რადგან პრესტიჟული მე მგონი. ეს შორის მინდა გითხრათ, როგორც შედარებით თქვენზე ახალგაზრდამ, რომ რაღაცა აღარ არის ესეთ თქვათ მოდა. ძალიან კარგი. აი მე ერთ მცირე მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად, თემ სოფლიოში 30 წლის წინ ფილტვის კიბო მამაკაცებში იყო 10-11 ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ქალებში. თუმცა ბოლო პერიოდში და იმის გათვალისწინებით, რომ ქალებმა საქართველოში მოწევა ძირითადად დაიწყეს 80-იანი წლებიდან, დღეს შეფარდება არის 6-1-თან, ანუ როგორ შემცირდა, ხედავთ, 10-1-თან იყო და 30 წელში 6-1-თან. მე მოხარული ვიქნები თუ ჩვენი ქალები აღარ ეწევენ, იმიტომ რომ აი თამბაქოთი დაახლოებით მისი შეწყვეტით გარემოს გაჯანსაღებით. კი, რა თქმა უნდა. შესაძლებელია
ფილტვის კიბოს თითქმის 60-70% შემცირება. ეს არის უზარმაზარი გარღვევა და სწორედ მსოფლიო პროექტი გაეროს მიერ მიღებული 20-ზე აი მას გულისხმობს, რასაც ამუშავებს ჩვენი ქვეყანა ამჟამად. გასაგებია. ასევე ძალიან საინტერესოა და ძალიან მაინტერესებს პროფესიულ დაავადებებზეც რომ ვისა, სიმსივნურ დაავადებებზეც რომ ვისა. რისკ ჯგუფსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ და მოდით ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები? პროფესიული. დიახ. არის პროფესიული დაავადებები აღწერილი და მე შორს რომ არ წავიდე და სხვებს რომ არ მივწვდეთ, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი აქვს ეს ექიმებს, განსაკუთრებით რენტგენოლოგებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ დასხივებას და მათ აქვს შანსი სხიური დაავადების და აღწერილია სპეციალურად პროფესიული დაავადება მტევნების, თუმცა დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით იმდენად დაიხვეწა ეს ყველაფერი, რომ მათ აქვს უამრავი საწავები, აღარ შედიან პაციენტი და დისტანციურად ხდება დასხივება, დისტანციურად ხდება კვლევა და ამ ყველაფერმა შეამცირა. ასევე პროფესიული რისკის შემცველი არის სიმსივნეების მხრივ, მაგალითად დაბინძურ გარემოში მუშაობა თუ ადამიანი არ არის დაცული, მაგალითად ყველაზე მარტივად რომ ავიღოთ იგივე სახერხებში, სადაც ადამიანები არ ხმარობენ დაუშვათ ნიღბებს. ან იგივე მაგალითად მთელი რიგი ჩვენმა მოსახლეობამ ქვეყანამ იყო მთელი რიგი მილები, აი ნაგვის მილები თუ იცი და დაიხურა ნაგვის ბუნკერები ქვეყანაში, ეს ყველაფერი მოხდა, იმიტომ რომ მილები, რომელიც დამზადებული იყო, ის თავად შეიცავდა კანცეროგენს, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანამ სახელმწიფო მოხსნა ეს მილები. გამოიტანა და მე ზოგიერთი ახლა ყიდულობს და სახში მიაქვს თან კანალიზაციის მილებს აკეთებს, ანუ უამრავია ჩვენ გარშემო, მაგრამ აი ყველაზე მეტად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის თამბაქო. და სწორი კვების შემთხვევაში და თამბაქოზე შესაძლებელია სიმსივნეების. იქ ჯანსაღად რაციონალურად არ მოწიოთ თამბაქო. დავიცვათ სამუშაო პირობები. დაიცავით სამუშაო პირობები თუ სპორტს და არასოდეს არ მოგდებით. არასოდეს ეს იქნება ამავე დროს გულსიძაბლო დაავადებების პრევენცია, ეს იქნება ათეროსკლეროზი და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ყველა დაავადებებს თუ ჩვენ დაუბრუნდებით ჩვენს ჯანსაღ ცხოვრებას. კარგი. თუ მაინც მოხდა ისე, გადავიდეთ კვლავ თემაზე, თუ მაინც მოხდა ისე, რომ ადამიანს განუვითარდა, ადამიანის ორგანიზმში განვითარდა ესა თუ ის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც პროგრესირებს. როგორი არის სიმპტომები? მესმის ალბათ სხვადასხვა სიმსივნურ დაავადებას სხვადასხვანაირი სიმპტომი აქვს, ხომ? მაგრამ მაინც აი ძირითადად სიმპტომები როგორია? მოგახსენებთ, ძირითადად ავტვისებიანი სიმსივნეები იმით განსხვავდებიან სხვა დაავადებებისგან, რომ მათ გარკვეული დამახასიათებელი სპეციფიური სიმპტომები ადრეულ სტადიებზე არ გააჩნიათ. სწორედაც ამიტომ არ მიდის ადამიანი ექიმთან. ხოლო როცა იწყება ეს სიმპტომები ხშირად დაგვიანებული. სწორედ აი სკრინინგის დანიშნულება არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც ითვლებიან პრაქტიკულად ჯანმრთელად, აი ისინი გამოიკვლიოს და მათში გამოავლინოს ადრეული სტადიები. თუმცა ამისათვის მარტო სახელმწიფოს მონდომება არ არის საკმარისი, ამისათვის თავად ჩვენ უნდა ვიყოთ მოტივირებული, მივიდეთ პერიოდულად ექიმთან, განსაკუთრებით 50 წლის ასაკის ზემოთ, წელიწადში ერთხელ ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გასინჯვები და ეს გვაძლევს საშუალებას გამოავლინოთ ადრე და შესაბამისად პრაქტიკულად განვიკროთ. ავიღოთ მარტივი მაგალითი. ჯუჯუს თვითგასინჯვა. ყველაზე ეფექტური არის ის ტესტი, რომელიც არის მარტივი იაფი და ხელმისაწვდომი. ჯუჯუს თვითგასინჯვით თითქმის ყველა შემთხვევაში არის შესაძლებელი სიმსივნის გამოვლენა. იმიტომ რომ თუ ქალი ისინჯავს თავის ჯუჯუს თვეში ერთხელ მენსტრუაციიდან თავისუფალ პერიოდში დაახლოებით ერთ კვირაში მენსტრუაციის დასრულების შემდეგ მას ყველაზე მეტად, ყველაზე კარგად შესწევს უნარი რომ აღმოაჩინოს თავის ორგანიზმში რაღაც წარმონაქმნი. ეს არ ნიშნავს რომ ეს სიმსივნე არის. 10-დან მხოლოდ შეიძლება ერთ შემთხვევაში იყოს, მაგრამ ნებისმიერი მათგანი გამოვლენა, იმიტომ რომ არსებობს კიბოსწინარე დაავადებები. მათი განკურნება არის პრევენცია, რომ კიბო საერთოდ არ გაჩნდეს, ხოლო აღმოჩენის შემთხვევაში 1 სანტიმეტრამდე, 2 სანტიმეტრამდე შესაძლებელია მათი სრული განკურნება ისე, რომ საერთოდ ჯუჯუ არ მოიკვეთოს და მცირე სექტორული ოპერაცია განხორციელდეს. ანუ იმიტომ ყველაფერი დამოკიდებული არის ჩვენზე, ჩვენს მენტალობაზე, ჩვენი თავის ზრუნვაზე და თუ ეს მეთოდები რაც სოფლიოში აღიარებულია და
უცხოელები ჩვენ ძირითადად ამით გჯობია, რომ ადრეული დიაგნოსტიკა თვითონ მოსახლეობა არის მოწადინებული და შესაბამისად იქ დღეს პრაქტიკულად პრობლემას აღარ წარმოადგენს. და რაც თავი ინფორმირებული არიან, დეტალურად ვისაუბროთ და ძალიან ისე მოუწოდოთ ადამიანებს, რა ხელა სიკეთე და ფუფუნება არის ამ შემთხვევაში ის პროგრამა, რასაც ქვია სკრინინგი და რომელსაც სახელმწიფოს მიუღებს. აბსოლუტურად უსასყიდლოდ. აი ამასთან დაკავშირებით თქვენ როგორც პროფესიონალმა, თქვენ როგორც ექიმმა, ადამიანმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის რა სავალალო მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს უყურადღებობის და დაუდევრობის შემთხვევაში ჩვენი ჯანმრთელობა, იქ მოუწოდოთ ამ ადამიანებს გამოიყენონ ეს სკრინინგი. ფაქტობრივად კი ათვისებული აქვს, მაგრამ თუმცა არა ისე როგორც რა თქმა უნდა. საჭირო. ეს მაინც დამოკიდებული არის ალბათ თავად ჩვენ მოსახლეობაზე, რომ შიში იმისა და ჩვენ ხშირად ყავს პაციენტები აღმოაჩენენ წარმონაქვს ძუძუში და მე ვეუბნები რატომ არ მობძანდით? არა, მე შინოდა რომ კიბო არ გქონოთ. ამიტომ აღმოჩენა საჭიროა ექიმთან მისვლა და ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერში ადამიანი განიკურნება და სწორედ სკრინინგია ჩვენი გადამრჩენი, რომელიც აგვაცილებს უზარმაზარ დანახარჯებს, აგვაცილებს ოჯახების გაღარიბებას და ჩვენს პაციენტებს გამოაჯამთანებს გარანტირებულად. კარგით. ბატონო მიშა, ქავტონათია მსმენელი დაგვიკავშირდა და მოდით მოусმინოთ, გამარჯობა, გისმენთ. გისმენთ. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ეს არის მის კარგად. თქვენი ხმა გვესმის ქალბატონო, დასვით შეკითხვა. აი, ასეთი შეკითხვა მაქვს. ისმის? დიახ. აი, მაგალითად, აი ასე ისა, აი გასანამ გამოვიკვლებთ. როგორ უნდა გავიგოთ, ტკივილი რომ არის, აპენდიციტის ტკივილია თუ კეთილთვისებიანი ფიბრომის ტკივილი? აჰა, გასაგებია. აი გამოკვლევამდე როგორ უნდა მივხვდეს ის აპენდიციტის ტკივილია თუ ფიბრომის ტკივილია? როცა ეს ფიბრომა უკვე დიდი ხნის ფიბრომა არის კეთილთვისებიანი. და რამდენი ხნის ფიბრომა არის? 10 წელი, 20 წელი? დიახ. რამდენი წელია ფიბრომა გაქვთ? 20 წელი, 10 წელი, რამდენი ხანი? კარგი. მე ვიტყვი ზუსტად ეს იგი იმისათვის ეს გარჩევა შესაძლებელია, მაგრამ ყოველ კონკრეტულ პაციენტს კონკრეტული მახასიათებლები აქვს. რა თქმა უნდა, აპენდიციტმაც იცის, მაგრამ აპენდიციტმა იცის ერჯერადად შეტევითი ხასიათის ტკივილი, ხოლო იგივე ფიბრომიომის შემთხვევაში ეს ტკივილი შეიძლება იყოს მუდმივი, თუმცა ასე ზებირად საუბარი რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ აპენდიციტი თავად ნიშნავს ჭია ნაწლავის ანთებას. შესაბამისად, ანთებისთვის ტკივილი დამახასიათებელი, მაგრამ ეს არის ერჯერადი გარკვეულ მომენტში. გასაგებია. რაც შეეხება ფიბრომას, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ხანგრძლივად იყოს. თუმცა ავანტყოფი უნდა გაიზიანიოს და მაშინ ზუსტად შეიძლება ამის თქმა. კარგით, კიდევ ერთხელ შევახსენებ მსმენელებს, რომ თქვენ უსმენთ ნეომედის ონკოლოგიურ ჰემატოლოგიური კლინიკა ნეომედის საავტორო საათს. ჩვენი სტუმრები არიან ნადია ტრაბაიძე, კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და პროფესორი და ონკოლოგი ბატონი მიხეილ შავდია. 242-103 შეგიძლიათ დაგვირეკოთ ამ ნომერს და კითხვა დაგვისვათ. მკურნალობის მეთოდებზე მინდა ვისაუბროთ ბატონო მიშეილ მიშა ბატონო სინონიმებია. და მინდა რომ ჩამომითვალოთ და ყველა იმ პლუსებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც აპრობირებული და იყენებს კლინიკაში ნეომედი სიმსივნური დაავადებების მკურნალობას. ესე იგი, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ მკურნალობა ყველა სახის, რაც გამოიყენება მედიცინაში, ყველა მათგანი გამოიყენება ონკოლოგიაში. ერთადერთი რაც ნეომედში არ გამოიყენება, ეს არის ქირურგიული მკურნალობა, იმიტომ რომ ქირურგიული მკურნალობები ძირითადად დაკავებული არიან ქირურგიული კლინიკები. ხოლო ყველა შემდგომი მკურნალობა, რაც ეხება ონკოლოგიურ პაციენტებს, ეს არის ქიმიოთერაპიული მკურნალობა, ეს არის ჰორმონალური მკურნალობა, ეს არის იმუნოთერაპიული მკურნალობა, ანუ ყველა მათგანი რაც არსებობს, ყველა მათგანი თავისი ჩვენები, თავის კონკრეტული პაციენტიდან გამომდინარე გამოიყენება ნეომედში. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ნეომედის კლინიკა მნიშვნელოვნად აღიარებული არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთში და ჩვენთან აი ამ წუთას მაგალითად მიმდინარეობს კლინიკური კვლევა ამერიკელ კოლეგებთან ერთად, როდესაც
აღნიშნული მეთოდებით, უახლესი მეთოდებით შესაძლებელი არის მსხვილი ნაწლავის კიბოს მეტასტაზირებული ფორმების ისეთი მკურნალობა, რომ ნაკლებ ტოქსიკური მოქმედება იყოს. ანუ ჩვენი აღიარება სწორედ მათი ჩვენთან ჩართვა არის. მომავალ კვირაში ასევე იწყება შვედ მეცნიერებთან ერთად ანალოგიური კვლევა და უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი პაციენტები, რომ თუ ისინი ჩვენ შემთხვევაში მათი შერჩევით მისაღები იქნებიან, შესაძლებელია მათ ქიმიოთერაპია სრულიად უფასოდ ჩაიტარონ, მაგალითად მსხვილი ნაწლავის კიბოთი, ვისაც მეტასტაზები აქვს და არ აქვს ჩატარებული ქიმიოთერაპია ბოლო თვეების განმავლობაში, მათ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სპონსორების დახმარებით ჩაუთვალოთ ან ჩაუტაროთ მკურნალობა სრულიად უფასოდ. ასევე იწყება ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით დაახლოებით 10 დღეში, მაგრამ იქ სხვა ფორმისაა, ჩვენ ვაზუსტებთ ახლა რა იქნება და ასეთ შემთხვევაში ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებს, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას, გარკვეული სქემების შემთხვევაში შეიძლება ასევე უფასოდ მიეცეს სწავლები და ჩაუტარდეს. ესე იგი არაჩვეულებრივ პირობებს თავაზობს. მაგრამ ეს არა ყოველთვის, რა თქმა უნდა. ეს პერიოდულობით. არის მაგრამ ეს პერიოდულობით. ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია შეიძლება. დიახ, გარკვეული ნაწილი ძალიან დიდი შეღავათი, იმიტომ რომ ეს პრეპარატები არის ძალიან ძვირად ღირებული და რეალურად მიდის აი პირველი შემთხვევა მე რაც გითხარით, რომ ქიმიოთერაპიას ხშირად აქვს გვერდითი მოვლენები. ამჟამად შემუშავებული ისეთი პრეპარატი, რომელიც ჩვენი შვედი კოლეგების მტკიცებულებით ის ამცირებს ყველა ამ გვერდით მოვლენებს და სწორედ ამ პრეპარატის აპრობაცია ხდება ჩვენთან, რომ ნახოთ ეს რამდენად მართალია და ეს კვლევა პარალელურად მიმდინარეობს არა მარტო საქართველოში, არამედ მიმდინარეობს ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ბელგიაში და ერთ-ერთი ქვეყანა ჩვენიცაა. ეს სამედიცინო პროცესებში აქტიურად არის ჩართული. აი უპეგერასაც ქვია, ბატონო მიშა, ხა დამეთანხმებით ხო, უწყვეტ პროფესიული განათლება ანალოგიურად იგივე იმ კვლევებთან ერთად ჩვენი ექიმები მუდმივად არიან უცხოელ კოლეგებთან კონტაქტში, რომ რაც უახლესი სიახლეა კლინიკა ნეომედის მედპერსონალი ამას ყოველივეს თვითონ ითვისებს და შემდგომ ეს ყველაფერი ჩვენი პაციენტების შემდგომ მკურნალობაზე აისახება. და ბატონიშა, რაც შეეხება ესე იგი კვლევები, რომელიც ახლა ამ ეტაპზე მიდის და შემდგომიც იწყება, ხო? მაშინ მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს კოორდინატებს ამ პაციენტებს. ჩვენი კლინიკა ნეომედი მდებარეობს დილღომის 7 არის ჩვენი მისამართი 2-39-79-25 577-960 კლინიკა ნეომედი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, როგორც სტაციონარი 24 საათიან რეჟიმში, ხოლო ამბულატორიული სერვისი დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ალბათ უნდა დავამატოთ, უკაცრავად და ამჟამად კვლევა, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები აფინანსებენ, ეხება მეტასტაზირებულ მსხვილი ნაწლავის კიბოს. როცა ქიმიოთერაპიულ პრეპარატებს სრულიად უსასყიდლოდ გადაცემენ. შემდგომში ალბათ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ჩვენ მოსახლეობას ვაცნობოთ სხვა ახალი კვლევების შესახებ. მოკლედ არაჩვეულებრივი ინფორმაცია გავაჟღერეთ თქვენი მეშვეობით ჩვენი რადიოს ეთერით. მოდით რეკლამას მოვუსმინოთ, 2 წუთში დავბრუნდეთ. ჩვენ გაიცემის დასკვნითი ნაწილით დავბრუნდით პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ ონკოლოგიურ ჰემატოლოგიური კლინიკა ნეომედის ავტორო საათს. დღეს ჩვენ ონკოლოგიურ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმრები გახლავთ ნადია ტრაპაიძე, რომელიც არის კლინიკა ნეომედის საზოგადოებასთან ურთიერთობის ამსახურის ხელმძღვანელი და ბატონი მიხეილ შავდია, რომელიც გახლავთ საქციო საზოგადოება ნეომედის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ონკოლოგი პროფესორი. 252-103 ეს არის ჩვენი რადიოს ტელეფონის ნომერი, შეგიძლიათ აგვიკავშირდეთ და კითხვა დასვათ პირდაპირ ეთერში. ბატონო მიხეილ, მოდით ვისაუბროთ უკვე გადავიდეთ დიაგნოსტიკაზე, ხომ, რაც მკურნალობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის დროული დიაგნოსტიკა. კლინიკაში თქვენთან მომართვის შემთხვევაში, რა პროცედურებს გადიან დიაგნოსტირებისთვის ადამიანები? ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ეჭვი გაუჩნდათ, ამისათვის ჩვენთან არიან კვალიფიციური ექიმები და საერთოდ აღვნიშნოთ, რომ უპირველეს მიუხედავად ნებისმიერი სადიაგნოსტიკო საშუალებისა, პირველი არის გამოცდილი ექიმი. თუ არ არსებობს გამოცდილი ექიმი, მას შესაბამისი მონაცემების ინტერპრეტაციაც კი არჩეული. ამიტომ ჩვენთან არიან ძალიან კვალიფიციური ექიმები, რომლებსაც შეუძლიათ სრულყოფილად პაციენტი შეისწავლოს
შეაფასონ, ჩაუტარონ სათანადო ნებისმიერი ლაბორატორიული კვლევები, რაც კი დღეს ქვეყანაში არსებობს და არის მსოფლიოში, ჩაუტარონ ულტრასონოგრაფი, ანუ ეხოსკოპიური კვლევა, ჩაუტარონ კარდიოლოგიური გამოკვლევები, ერთადერთი რა ჩვენ კლინიკაში არ არის, ეს არის რადიოიზოტოპული კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელსაც ხელშეკრულები ჩვენი კლინიკის ექიმები აგზავნიან შესაბამის მაღალკვალიფიციური კლინიკებში, ხოლო მიღებული დასკვნების შემდეგ, რომელსაც ისინი იბრუნებენ უკან, სვამენ საბოლოო დიაგნოზს და განსაზღვრავენ იმ გეგმას, თუ რა გეგმით უნდა იმკურნალოს ამ ადამიანმა. იმიტომ რომ მკურნალობის გეგმები არის განსხვავებული. არის გარკვეული პაციენტები სხვა ლოკალიზაციის დროს, რომ საჭიროებს ჯერ ქირურგიულ მკურნალობას და მერე ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. ან საჭიროებს ჯერ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას, რომ სიმსივნე დაპატარავდეს, შემდეგ გაკეთდეს ჩადარდეს ქირურგიული მკურნალობა, მაგალითად ძუძუს კიბოს შემთხვევაში ხშირად არის ასე. ანუ პაციენტი პირველ ეტაპზე ჩვენთან იტარებს ქიმიოთერაპიას, სიმსივნე მცირდება იმ მოცულობამდე, რომ შესაძლებელია ქირურგიული მკურნალობა, მიდის ქირურგიულ კლინიკაში იტარებს ამ მკურნალობას, ხოლო შემდგომში კვლავ გრძელდება ჩვენთან ბრუნდება და ჩვენი კლინიკა აგრძელებს ამ მთლიან მკურნალობის პროცესს. უნდა გითხრათ, რომ ქიმიოთერაპიას არც თუ იშვიათად ახასიათებს გვერდითი მოვლენები. და სწორედაც რა სახის გვერდითი მოვლენები? ეს არის მაგალითად პირველი გულისრევა ღებინება, ეს ძალიან ცნობილი მოვლენა, ეს არის სისუსტე, ეს არის მადის დაქვეითება, თუმცა ყველა მათგანის მოხსნა დღეს არსებული საშუალებებით შესაძლებელი, მაგრამ არსებობს ძალიან ძლიერი გულის საწინააღმდეგო საშუალებები და მათი ადეკვატური დოზის მიღების შემთხვევაში ამ ადამიანებს გულისრევა სრულად ეხსნება. თუმცა არის მოგვიანებითი გართულებები, მაგალითად თმის სვენა, თუმცა ამას იწვევს გარკვეული წამლები, მაგრამ მინდა დავამშვიდო ჩვენი პაციენტები, რომლებსაც ასეთი რამ შეემთხვათ, ეს ხდება მკურნალობა. თქვენ ნახევარი 2 თვის შემდეგ ხდება, მაგრამ მინდა ვაცნობო მათ, რომ ყველა მას, ვისაც თმები გაწვიმდა ქიმიოთერაპიული მკურნალობის შედეგად, მათ თქვენ ნახევარ 2 თვეში ამოდით ცოტა ხუჭუჭა და ცოტა ქერათმიანი თმა, მაგრამ ანუ ყველა სამოდის. ასე რომ ექიმი ვალდებულია სხვათა შორის, როცა იცის მან რა წამალი და ეს არის დოქსორუბიცინი, მაგალითად ჩვენი პაციენტები რატომღაც წითელი ფერის წამალს ეძახიან, აი სწორედაც ის იწვევს ასეთ რაღაცას თქვენ ნახევარ 2 თვეში, მაგრამ მინდა დავამშვიდო ყველა მათგანი, რომ მათ თმები ნამდვილად ამოუვათ, როცა დაასრულებენ მკურნალობას, ექნებოდ უფრო ლამაზი და რა თქმა უნდა ცოტა ხვეული. თუმცა მინდა გითხრათ, საუკეთესო საშუალება ამ გვერდით მოვლენების თავიდან აცილების ერთ-ერთი არის სითხის მიღება. და სწორი კვლევა. ანუ პაციენტი მე ვამბობ თვითონ პროცესში, როცა გადაისხამს ქიმიოთერაპიას, პირველი 3 დღის განმავლობაში დაახლოებით 3 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს, რომ ის ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც ჩვენ ორგანიზმში შედის, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მაგრამ აზიანებს ჯამთელს, დროულად გამოვიდეს. ამიტომ მე ყველა მათგანს ურჩევთ მიიღონ სითხე ნებისმიერი სახით 3 ლიტრამდე, თუმცა ამას გადასხმები უნდა გამოაკლოთ. თუმცა მინდა აქვე გითხრათ, რომ დღეს თემ სოფლიოში მიღებულია, რომ ადამიანმა ყოველ დღეს 3 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს და ნებისმიერ ბრიფინგებზე უცხოეთში თქვენ ხედავთ, რომ ყველას უდევს სასმელი წყალი. ანუ მიიღეთ სითხე და ეს იქნება თქვენი თავდაცვის საუკეთესო საშუალება, ხოლო კონკრეტულად რა და როგორ ეს უკვე ექიმებთან, რომლებიც ჩვენი სპეციალისტები თქვენ ზუსტად შეგირჩევენ იმ საშუალებებს, რომ თქვენ თავი იგზოთ კომფორტულად და არ გქონდეთ არანაირი გვერდითი მოვლენები. თქვენ ახსენეთ, რომ კლინიკა ნეომედში ქირურგიული ოპერაციები არ ხდება. თუმცა კლინიკა ნეომედი მოიცავს ყველა სხვა თანამედროვე საშუალებას და ანუ კომპლექსური მკურნალობისთვის ყველა ფერი არსებობს ამ კლინიკაში. მინდა შეგახსენოთ რა, სოფლიოში მიღებული ასე. ონკოლოგი, როცა ამბობენ გულისხმობს, რომ ონკოლოგი ეს არის ქიმიოთერაპევტი. აი, აქეთკენ მიდიოდი სწორად მიმოვიდეთ. ხოლო ქირურგი შეიძლება იყოს ნებისმიერ ქირურგს აქვს უფლება, ის ვალდებულია მან ქირურგიული ოპერაცია ჩაატაროს, მაგრამ ის არ არის ვალდებული, რომ მთელი ცხოვრება გაყვეს ამ პაციენტს, ჩაუტაროს ქიმიოთერაპია, მართოს, რადიოთერაპია, ანუ სხიური თერაპია, ეს ყველაფერი არის სწორედაც ექიმი ონკოლოგის მოვალეობა, რასაც უცხოეთში მაგალითად ამერიკაში ქვია სამედიცინო ონკოლოგები,
ხოლო ევროპაში ქვია კლინიკური ონკოლოგები, რომლებიც მუდმივად თელი ცხოვრების განმავლობაში აწარმოებენ მონიტორინგს ამ პაციენტებს. აი სწორედ ასეთი ექიმები გვაქვს ჩვენ, რომლებიც თითქმის მინიმუმ 5 წლის განმავლობაში აწარმოებენ დაკვირვებას ამ პაციენტებს, რომ დროულად გააღმოაჩინონ ნებისმიერი გართულება და დროულად ჩაუტარონ ადეკვატური დახმარება. კარგით. და ბოლოსკენ სანამ წავალთ და ქავტონეთი მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვოთ, რომ კლინიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზაროთ ჩვენს მსმენელებს, თუმცა მანამდე ბატონო თქვენ რეაბილიტაცია რა ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად ამასთან დაკავშირებით კი ვისაუბრეთ, მაგრამ ეს საკმაოდ ხანგრძლივი არის ეს პროცესი ონკოლოგიაში, ხომ? რეაბილიტაციის პროცესი. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? არ მხოლოდ ექიმების მხრიდან, ადამიანების მხრიდან, ვინც გარემოცვას წარმოადგენს. ბატონო, შემოდით მე ესეთ რაღაცას დავამატებ. იგივე ის, რასაც ქვია ხა კლინიკა ნეომედში, ფსიქოლოგიური სამსახური ცალკე არსებობს, რომელიც ექიმთან ერთად ფსიქოლოგიურად, ანუ ფსიქოლოგი ცალკე მუშაობს პაციენტთან, რომელსაც რა თქმა უნდა სურვილი ექნება, რომ მას გაიწევს ეგრეთ წოდება ასეთი ტიპის დახმარება და შესაბამისად ექიმი და ჩვენი კლინიკის კლინიკა ნეომედის ექიმები პირველ რიგში ძალიან კარგი ფსიქოლოგები არიან, იმიტომ რომ მათ იციან ზუსტად როგორ უნდა მიუდგე ამ პაციენტს, რომ მან იგრძნოს თავი, რაც შეიძლება დაცვლა. თვითონ კლინიკა ნეომედი არის პატარა ზომის, ანუ ჩვენ არა ვართ ძალიან დიდი. თითოეული პაციენტის რადმე არის მიდგომა ძალიან ინდივიდუალური, არის ოჯახური გარემო და ძალიან ბევრი პაციენტი მართლა ნამდვილად როცა შემოდის ხოლმე იტყვის რომ აი ეს და შემდეგ ისეთი კმაყოფილი მიდის, იმიტომ რომ თუნდაც ის გარემო, რომელიც მას იქ ხდება, თუნდაც ის პალატები, რომელიც არის ორადგილიანი და ერთადგილიანი ლუქსი პალატები, რომელიც აღჭურვილია ყველანაირი ტექნიკით თუ ინტერნეტით თუ ჟანგბადის ყავლით თუ პირადი სველი წერტილებით, აი ეს ყველაფერი ტელევიზიით რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა იმისას, რომ იქნეს მაქსიმალურად აი ძალიან კარგი გარემოთ, რომ ექიმს უკვე გაუადვილდეს ის, რომ მან ჩაატარა მკურნალობა, იყოს სწორად დაგეგმილი, სწორი მიმართულებით, საშუალო მედმედ პერსონალმა ექთანმა ეს ყველაფერი სწორად შეასრულა, ხოლო ის გარემო, რა თქმა უნდა, არის ის პირველი წინა პირობა, რომელიც იწვევს იმას, რომ პაციენტი წავიდეს კმაყოფილი, მშვიდი და დაწყებული. რა თავარია, მას შემდგომ არა მარტო მკურნალობის, არამედ ის, რაზეც ბატონმა მიშო ბევრჯერ ისაუბრა, პროფილაქტიკური გასინჯები, შემდგომი პროფილაქტიკური დაკვირვება, იმიტომ რომ რამე შემდგომ არ გამოეპაროს. აი ამისთვის რომ მოვიდეს პაციენტი, მას უკვე ამისი სურვილი უჩნდება და არა ისო არა მე იქ აღარ მივალ. არა, რატომ? პირიქით მე მივალ იქ და დამხვდებიან პროფესიონალები, რომლებიც შემდგომ უკვე ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მე თუ ერთხელ გამომიყვანე მდგომარეობიდან, მეორეჯერ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა უკვე ნამდვილად უფრო ადვილად შესაძლებელი იქნება. და მინდა დავამატო, თავარი დღეს თანოენ მეცინაში არის რა ონკოლოგიური პაციენტებს. პაციენტმა არ უნდა იგრძნოს, რომ ის არის ავადმყოფოში, ანუ გარემო უნდა იყოს ისეთი. არ იყოს დამთრქუნველი. დიახ, უნდა იყოს როგორც სასტუმროში და ნეომედის პლუს ის არის. ნამდვილად ესეა. რომ და ამერიკაში, ევროპაში შეგიძლიათ წახვიდეთ ნახოთ, ყველგან არის გარემო, რომ თქვენ ხართ თანამედროვე სასტუმროში, სადაც კონტინენტაში თავის ყველა სერვისით. ჯერმეტ როგორი ეძება ბატონო მიშა ვარდები რომ დაიწყებს ყვავილობას იავრამდე ყვავილობს. ანუ ეს არის პირველი საბუძველი იმისა, რომ დადებითი გარემო შეიქმნას, დამყარდეს კონტაქტი პაციენტსა და ექიმს შორის, ამის გარეშე არ არსებობს დობა თუ არ კი, მაგრამ რეაბილიტაცია, რომ თქვა სიმართლე. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველა სუსტი წერტილი არის სწორედაც შემდგომი რეაბილიტაცია, რომ განიკურნება ადამიანი. მას უნდა ფსიქოლოგიური ხარდაჭერა მუდმივი, მას უნდა კარგი დასვენება, მას უნდა კარგი გარემო, თუმცა ეს დამოკიდებულია ფინანსებზე, მე იმის გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების შესაბამისად მალე მიაღწევს ასეთ კომფორტს ჩვენი პაციენტებისათვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მოდით მისამართი და ტელეფონის ნომერი კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ, იმიტომ რომ ჩვენთვის განკუთვნილი დრო იწურება და მე რადიო მსმენელს მინდა უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ გაქვთ რაიმე, რა ვიცი, პრობლემა ონკოლოგიური, ან ასის შემდეგ, ან უბრალოდ გსურთ პროფილაქტიკისთვის, არამედ ჰემატოლოგიური პრობლემები, აბსოლუტურად გლიახვთიანად ჰემატოლოგიური პრობლემები. მიმართოთ კლინიკა ნეომედს მისამართზე. მისამართი დიღომი 7-ია. ჩვენი ტელეფონის ნომერია 577 960 2 59
69-25. დიახ და ჩვენ გვაქვს როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სერვისი, რომელიც ამბულატორიული დილის 10 საათიდან 6 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო სტაციონარული მომსახურება არის 24 საათიან რეჟიმში. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. არჩეულებრივი საუბრისთვის, მადლობა ბატონო მიშა თქვენ ძალიან საინტერესო ლექციისთვის. ძალიან კეთილ საქმეს ემსახურებით და ბატონო მიშა თქვენ უკვე მეორედ ხართ ჩემი სტუმარი და მაშინაც კომპლიმენტით აგავსეთ რომ ძალიან კარგია. როდესაც ამდენ ინფორმაციას იღებ, არა მხოლოდ სამედიცინოს ადამიანისგან დარწმუნებული ვარ პაციენტებისთვისაც თქვენთან ურთიერთობა ძალიან დიდი კომფორტი იქნება. ჩვენი სტუმრები გახდნენ ნათია ტრაპაიძე, ონკოლოგიური ჰემატოლოგიური კლინიკა ნეომედის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი და ბატონი მიხეილ შავდია, პროფესორი ონკოლოგიის აქციის საზოგადოება ნეომედის სამეთვალყურო საბჭოს წევრი. თქვენ უსმენთ საავტორო საათს მე მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით ჯანმრთელობას გისურვებთ.